გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე როგორ გავყინოთ სვეტი ან სტრიქონი, ისე რომ ის ეკრანზე მუდმივად ჩანდეს. ამისათვის არის ძალიან მარტივი ბრძანება view menu-ში სახელად freeze pane. ჩამოშალოთ ეს ბრძანება და ავირჩიოთ პირველი, რომელსაც ქვია ბრძანება freeze top row, ანუ პირველი სტრიქონის გაყინა. შეხედეთ, ცხრილი მოძრაობს, ხოლო პირველი სტრიქონი კი ფიქსირებულია და ის მუდმივად ჩანს. მეორე ბრძანება გახლავთ ბრძანება freeze first column. ამის არჩევისას კი პირველი სტრიქონი დგას და გვერდით გასვლისას მხოლოდ პირველი სტრიქონია დატოვებული. მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც თქვენ გინდათ გაყინოთ არა მარტო პირველი, მაგალითად სტრიქონი, არამედ პირველი სტრიქონიც და ორი სვეტიც. ამიტომ უნდა დავდგეთ ყოველთვის ისეთ უჯრაზე, რომლის მარცხენა და ზედა ნაწილის გაყინვა გვინდა. მაგალითად, ამ დროს ავირჩიოთ ჯერ unfreeze, ანუ მოვხსნათ გაყინვა, თუ რამეა გაყინული და შემდეგ მივცეთ ბრძანება freeze pane. ამ შემთხვევაში გაჩნდება ხაზი ოდნავ მუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოსვლისას პირველი ხაზი მუდმივად დგას და გვერდით გასვლისას პირველის ორი სვეტი მუდმივად ჩანს. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ პირველი სვეტი და რამდენიმე სტრიქონი გაიყინოს. შესაძლებელია პირველი რამოდენიმე სვეტიც და სტრიქონიც ერთად გაიყინოს. მაგალითად, unfreeze, კვლავ freeze და ნახეთ, მოვედით ქვემოთ პირველი 6 სტრიქონი გაყინულია, გავედით მარჯვნივ, პირველი 4, ანუ D სვეტის ჩათვლით გაყინულია. მადლობა ყურადღებისათვის. ამით ჩვენ ვიდეო გაკვეთილი გავთავრებთ.